მოგესალმებით. საქართველოში ყველანი ბედნიერები ვართ. მინიმალური ხელფასი არის 3000 ლარი, ხოლო პური ღირს 50 თეთრი. ჩვენ იმპორტიც კი არ გვაქვს. რაში გვჭირდება სხვისი ნაგავი, როცა ჩვენთან ყველაფერი ნატურალური და მაღალი ხარისხის იწარმოება. ჩვენგან ემიგრაციაში არავინ მიდის. პირიქით, აქეთ ჩამოდიან, რომ როგორღაც ადამიანურ პირობებში იცხოვრონ. ჩვენს ოჯახებში ჰარმონია, ზრუნველობა და თანასწორობაა. პენსია იმდენად მაღალია, ადამიანები ხელოვნურად იკეთებენ ნაოჭებს. ჩვენთან უსაქმურების ბირჟა საერთოდ არ არსებობს. მამაკაცები შრომობენ, ვითარდებიან და საკუთარი სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ქალბატონები საზღვრებს გარეთ მხოლოდ სამოგზაუროდ დადიან. ჩვენი პოლიტიკოსები სამსახურებში მეტროთი და ველოსიპედებით მოძრაობენ, ხოლო მათი შვილები საჯარო სკოლებში ჩვეულებრივი მოკვლევებით სწავლობენ. ჩვენ კორუფცია და ნაცნობობა რა არის საერთოდ არ ვიცით. ჩვენთან კაცები ქალებზე არ ძალადობენ და არც ისინი მიყავთ იქამდე, რომ თავი მოაკლევინონ. ჩვენ უზენაესი სამართალი გვაქვს. სკოლებში მასწავლებლები ბავშვებს ყიდულობენ საჩუქრებს. ყველა ოჯახი წელიწადში ერთხელ საზღვარგარეთ, ხოლო ორჯერ საქართველოში ზამთრის და ზაფხულის კურორტზე ისვენებს. მეუღლეები ან შეყვარებულები კვირაში ერთხელ რომანტიულ საღამოს ან გასეირნებას იწყობენ. ყველა ოჯახი აუცილებლად გადის თვეში ერთხელ სადმე პიკნიკზე, რომ ყუდროთ და ერთად გაატარონ დრო და არა რესტორნებში კვირაში 4-ჯერ მუცლის ამოხეთქვით. ჩვენ როგორც უფროსებს ვცემთ პატივს, ასევე გვცემენ ისინიც. მარხულობთ ისე, რომ საკუთარმა ოჯახის წევრებმაც კი არ იციან. ყველა მამაკაცი ჯელტმენია და საკუთარი ქალის გაბედნიერებაა მისი მთავარი დანიშნულება. ნაგავს ძირს არავინ ყრის. ადამიანებს ერთმანეთი ძალიან უყვართ და ყველა ერთმანეთს ეხმარება. ქუჩაში მოწყალებას არავინ ითხოვს და ერთი უპატრონო ძაღლიც კი არ დადის. ყველა ვარჯიშობს და სწორად იკვებება. ოჯახებში პასუხისმგებლობები გადანაწილებულია. უფლებები და საზღვრები კიდევ უმაღლესი სიზუსტით დაცული. ჩვენთან არასდროს იტაცებდნენ და დიპლომები არასდროს იყიდებოდა. ჩვენ უფასო ჯანდაცვა და მაღალი დონის პროფესიონალი ექიმები გვყავს. ჩვენთან არავინ ღალატობს, კარგად გაცნობის შემდეგ ქმნიან ოჯახებს და მერე ორივე მხარე ზრუნავს მის ბედნიერებაზე, ბავშვების ფსიქიკაზე. გლეხის შრომა და შრომითი კოდექსი უმაღლეს დონეზეა დაცული. შრომელი და ნიჭიერი ხალხი დაფასებული და რეალიზებულია. ოჯახებში მუდმივად დიალოგია და შესაბამისად სულიერი ჰარმონია. არავინ ღალატობს და ერთმანეთის ცხოვრებაში არავინ ერევა. ჩვენთან კარუსელებს და ავტობუსებს არავინ აზიანებს. რიგს ვიცავთ და ვსვამთ ნორმამდე. ისიც ძალიან იშვიათად, რომ უბრალოდ მოვდუნდეთ. კინოთეატრები ყველა ქალაქში გადატენილია, რესტორნები ნაკლებად. ბაღნებს ერთმანეთი ნაყვარებად და პატრონები არ ნაშლარა. ვისაც 41 ზომა ვარდისფერი სათვალე გიკეთიათ, ეს ვიდეო თქვენთვის მომიძღვნია. სულ რატო ლანძღავ, კარგს ვერაფერს ხედავო, კარგს არ უნდა საუბარი. ცუდს სჭირდება გაპროტესტება, რომ იქნებ რამე გვეშველოს. და ვინც ვერ ხედავთ, რომ საშველი გვაქვს, ამ ვიდეოს შეგიძლიათ უყუროთ დღეში 3-ჯერ. ან სიახლეებს უყუროთ ტელევიზორში, ყოველდღიურად წიქარას და წითელ ქუდას რო გიყვებიან. თუ ასე გირჩევნიათ და უფრო მოგეშვებათ.